means that you accept the money what you have. Freedom means that you have to accept the talent of the people you invited and they coming to work with you. არის თუ არა თავისუფლება მიიღო ყველა მითითება რომელსაც გაძლევს პროდიუსერი არის თუ არა დაუჯერო დაინდოე მათ ტალანტს ვისთან ვინც მოიწვია თუმცა სამუშაოდ ბიუჯეტის მიიღოს პრობლემა Freedom means that you have a very narrow one-way street. თავისუფლება ნიშნავს კონტექსტ ძალიან ვიწრო სამხრივი მიმართულების გზა. And you're using this narrow one-way street and you feel yourself free. და იხელებ ამ გზას, მიუყვები ამ გზას და მაინც გრძნობ თავს თავისუფლებას. So this is what I try to do now. ახლა ვეცდები ამის გაკეთებას. When I started to work or even study films, I asked myself, what is unique in filmmaking? როდესაც მე დავიწყე კინოს კეთება და უფრო ადრეც კი როცა სწავლა დავიწყე ფილმებში შესწავლა დავუშვი თავს კითხვა რა არის უნიკალური კინოში. Does filmmaking has something but you cannot express with another kind of art? აქვს თუ არა კინოს რაიმე ისეთი რაც სხვა ხელოვნების დარგით არ მოიხატებს გამხატოთ შეუძლებელია სხვა დარგებით. But you cannot express with literature, with words. They are next to each other. და ვერ გამოხატავ მაგალითად ლიტერატურაში სიტყვებით რომელიც ერთმანეთის გვერდ-გვერდ არის დაწოლილი. But we cannot express with shadows and light and colors next to each other. So this painting. But you cannot tell this music. And even you cannot show in a theater on the stage. Do we have something which is really unique, what we cannot express without having this beautiful new art, motion picture or not? ანუ არსებობს თუ არა რაღაც უნიკალური, რასაც ვერაფრით ვერ გამოხატავ, სხვა საშუალებებით ვერ გამოხატავ, თუ არა ახალი მშვენიერი ხელოვნებით, რასაც მოძრავი სურათები გვია. Lot of people are speaking about montage. ძალიან ბევრი ადამიანი ვაპარაკობს მონტაჟზე. I have seen beautiful montage solutions in literature and even in painting. მინახავს ძალიან ბევრი მაგალითი ნიმუში მშვენიერი მონტაჟისა ლიტერატურაში და მხატვრობაშიც კი. A lot of people are speaking about documentary. ასევე ახსენებენ დოკუმენტურ ფილმებს, დოკუმენტები. I have seen so many fake documents. Fake. მინახავს ძალიან ბევრი დაყალბებული დოკუმენტი. So, what is unique in filmmaking? მაინც რა არის უნიკალური კინოში? And the only thing what I can mention you, and because you are filmmakers, maybe you will not agree with me, and then we can open a discussion. So the only thing what I can mention you is a living human face with emotion. They born in front of us and turn into another emotion in front of us. თქვენ რახან ყველანი კინოში ხართ, ასეთი კინოში მოვაწევ კინოს სფეროში შეიძლება არ დამეთანხმო თამაში, მაგრამ და შეიძლება ღია დისკუსია გავმართოთ ამ საკითხზე, მაგრამ მე მგონი ეს უნიკალური არის ცოცხალი ადამიანის სახე, რომელიც ერთი ემოციიდან მეორე ემოციამდე იცვლება და ჩვენ იმას ვხედავთ. So not a human face showing one emotion because it's easy to paint. ანუ არა ერთი სახე ადამიანისა, რომელიც ერთ ემოციას გამოხატავს, იმიტომ რომ ამის დახატვა არ გვიყვება. And they are great painters from Rembrandt to Tiziano and even modern painters. They can show faces, they show the mentality, even the feeling of people. არსებობს უამრავი დიდი მხატვარი, რემბრანდტი, ტიციანი და კიდევ მრავალი სხვა თანამედროვე მხატვრების მათ შორის, რომელთაც შესანიშნავად შეუძლიათ გადმოსცენ გრძნობები ადამიანებს. I'm speaking about the living faces. მე ვლაპარაკობ ცოცხალ სახეზე. Living faces, they are influenced by other faces or by the world, and being influenced, they change
emotion change front of us. Სხვა სახეებზე გავენასახდნენ სხვა სახეები და ისინი შესაბამისად ან გარემო და ისინი შესაბამისად იცვლებიან. იცვლება მათი ემოცია. Somebody will be angry front of us. Somebody is falling in love front of us. ვიღაცა ჩვენს წინაშე რაზდება, ჩვენს თვალწინ ვიღაცა შეუყვარდება. Somebody will be jealous front of us. ვიღაცა იეჭვიანებს. And we can see the movement. We can see the changes. ჩვენ ხედავთ ამ მოძრაობას, ამ ცვლილებებს.